თითქმის 1 წლის განმავლობაში Nvidia-მ 7-ად იჯდა გლობალური ბაზრის რეიტინგების სათავეში, რადგან მისი ხელოვნური ინტელექტის ჩიპები უზრუნველყოფდა ყველაფერს, ჩათვლით ChatGPT-ს და მოწინავე მონაცემთა ცენტრების მუშაობას. მაგრამ ეხლა Apple-მა დაიბრუნა პირველი ადგილი ბაზრის ღირებულებით დაახლოებით 4.88 ტრილიონი დოლარი და გადაასწრო Nvidia-ს 4.86 ტრილიონ დოლარს. მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებლის აქციები დაეცა. ეს ცვლილება ინვესტორების განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებას აღნიშნავს. წლების განმავლობაში Apple აკრიტიკებდნენ ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ჩამორჩენისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურენტები მილიარდებს ხარჯავდნენ დიდი ენის მოდელების განვითარებაში. მაგრამ ეხლა ინვესტორები ფიქრობენ, რომ Apple-ის ძლიერი მხარე სხვაგანაა. იმის ნაცვლად, რომ ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელები ააგონ, მოლოდინია, რომ Apple AI-დან შემოსავალს მიიღებს თავისი უზარმაზარი ეკოსისტემის, iPhone-ების, სერვისებისა და ტექნიკის განახლებებს მეშვეობის მეშვეობით. მისი ახლად განახლებული Siri, რომელიც გასულ თვეში წარადგინეს, შექმნილია იმისთვის, რომ გაცილებით უფრო ჭკვიანი და პერსონალიზებული გახდეს. ის იყენებს იმ მონაცემთა სიმდიდრეს, რომელიც უკვე უსაფრთხოდ ინახება მომხმარებლების მოწყობილობებზე. და მიუხედავად იმისა, რომ Apple ისევ ლიდერია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს Nvidia-ს ისტორიის დასასრული ნამდვილად არ არის. კომპანია კვლავ დომინირებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ბაზარზე. მისი გრაფიკული პროცესორები ამოძრავებს დღევანდელი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბუმის დიდ ნაწილს. ექსპერტების თქმით, მთავარი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციების ბუმი ფართოვდება. მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები, როგორიცაა Micron და სამხრეთ კორეის SK Hynix-ი, ასევე იზიდავენ მილიარდებს, რადგან ინვესტორები ტრადიციული ტექნოლოგიური გიგანტების მიღმა იყურებიან. ხელოვნური ინტელექტის რბოლა არ ნელდება, უბრალოდ ახალ ფაზაში გადადის. ინვესტორები თავიანთ ინვესტიციებს იმ კომპანიებს შორის ანაწილებენ, რომლებიც მათი აზრით განსაზღვრავენ ხელოვნური ინტელექტის შემბექ თაობას.